რა იყო რა ხდება? არაფერი. მანქანაც არიელია. თან მოპარულია. ამბობენ ბანდამ მოიპარა. არ ვიცი. შვილო რატომ არ დამირეკეთ? რაც ითქვა ვიგონა, როცა სახლში მევდიოდი. კომისარო. შემშულს ვერ პოულობენ. უჩქარო შვილო. მოიცა, იბოვიან. გოგონები ისევ გამოჩნდებიან, აინახავთ. შემოდით. Hoş geldin ya. გამარჯობა ნიხით. Hoş bulduk abi. გამარჯობა კომისარო. Bahattin amirim. მიდია ბაჰათინ. Var mı? აბა, არის სამი ახალი. Terk edilmiş ნომერი, რომელიც მიტოვებულ მანქანაში იპოვეს, ფილის ჩინარის საკუთრებაა. იმ გოგოს მოკლა კომისარო. ნება მომეცით. როწუჩი გავიგე ბავშვის ადგილსაფლავსს. საფერშვილო. ამ განყოფილებაში სტუმრები ვართ. კომისარი არასდროდ გაგვიგებს. რას ნიშნავს მოკლა? ნოთო. დამატებით მტკიცებულებებს ვერ ვიპოვით თუ ღმერთი გზამთ. რა სიტყვი? Bana da öyle geliyor. მეც ასე მგონია კომისარო ბაჰათინ. გთავაზობთ ის გოგო გავუშვათ. მამა, მოიცა. გაუშვით და თვალი ადევნეთ. უკეთესი იქნება. სხვა გზა არ გვაქვს. ნაკითხვის ნებართვას დიდი ხანი არავინ მოგცემს. ადვოკატია. უამრავი მტკიცებულება გვაქვს, მაგრამ ისი დაკითხვა არ შეგვიძლია. რამდენიმე საიმედო ბიჭი მეუჩინეთ რომ უთვალთვალონ. ვითომ ჯიმშიც უთვალთვალებთ. მოიფიქრეთ რამე. ჩემი რჩევა. მგონი მართალი ხართ. შემოდით. კომისარო. გამოძიების დროს ადგენდა გოგონები როგორ გამოიყურებიან. მოხდარიდან 1 საათის შემდეგ ემზიავდნენ და სტამბოლისგან გაემართნენ. სისტემაში რეციდივისტებად ირიცხებიან. კარგი შეგიძლია ზახვიდა. როგორს მებრძანებთ? Geçmiş ola. აზრი არ აქვს. სტამბოლში ვინმეს მოძებნა თივის მისში ნეფსის მოძებნის თოლფასია. Bence de Bahattin ფიქრობეს უნდა გავაკეთოთ, რაც ბიძია ბაჰათინმა შემოგთავაზა. Bence elimizi თან უნდა ვიჩქაროთ კომისარო. ალბათ მართალი ხართ. თავისუფალი ხართ. დიდი მადლობა გაუგებრობის გამო ბოდიშს გიხდით ხალბატონო ადვოკატო. გაითვალისწინე რომ ბავშვის ბიძა ვარ, ხალბატონო ფილის. როცა საქმე ახლობელს ეხება, ადამიანს პროფესია და კანონი ავიწყდება. წერდისგან საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებს. ბოდიშს გიხდით, უკაცრავად. ზამოდი ფილის, ზაგიყვან. რამეს თუ გაიგებთ შემატყობინეთ. კარგი ძმაო დაგირეკავ წადით. რამდენი მტკიცებულების შემდეგ უნდა გავუშვა ძაფერ. ილიას კარგი და მშვიდდი. რამტკიცებულება. საკმარისია. მომბეზრდა ეს უაზრო ლაპარაკი. წავიდეთ. წავედით ფილის, წავედით. ძმაო, რაღაც ისე არ არის. Bence de. მეც ასე მგონია. ბიჭება, საავადმყოფოში წავიდეთ. ასიაზე ძალიან ნერვიულობ. რეანიმაციაში დაზინავს. დანარჩენები სახლში გაუშვეს. მხოლოდ ჩვენ მოგცეს დარჩენის უფლება. მე და მარიამანი რიგრიგობით ვყარაულობთ. ზოგჯერ ეღვიძებს და ელექტროდების გათიშვას ცდილობს. ნახავ როგორ არის. ილიას,
ჩუმა შედი. არ გააღვიძა. როცა იღვიძებ, ცუდად ხდება. და რამდენ ხანს უნდა ეძინოს? მე მორომ ვერ იპოვონ. მთელი ცხოვრება ასე უნდა იყოს. დამშვიდდი, მეგობარო, დამშვიდდი. კარგი, იპოვიან. ასე ნუ ლაპარაკობ. მე მას იპოვიან. ილიას. მე მოიპოვეთ? ვიპოვეთ საყვარელო. ვიპოვეთ, არ ინერვიულ. ისევ მატყუებ. ილიას, სულ მატყუებ. წადი აქედან. სანამ შულს არ იპოვე, აქ არ დაბრუნდე. აქ არ მოხვიდე. წადი, მე მოიპოვე. შულო. ბატონო, გადით თუ შეიძლება. პაციენტი მარტო დატოვეთ. შულო. სულ საეჭვო დეტალები ირკვევა. ასე თუ ისე ყველა გზა ფილიზისკენ მიდის. არა ძვირფასა. ჩემი აზრით ცდები ომერ. ეთახმები. ფილიზი ამას არ შეიდენდა. ასეთი სასტიკიც არ არის. სულელი გოგო არ არის. ფილიზიც ღმერთმა დასწყებლოს. ჰელინიც. და ილიასიც. და ის გოგონებიც, ვისაც დაელაპარაკა. ძმაო, წამოდი ყავა დავლიოთ. ან არა, ალბათ ხშია, წამოდი რამე ვიყიდოთ. წამა. დავიღუპე. ილიას ძმაო, სისულელეს ნუროშავა. ეს დასასრული არ არის. ილიას. Oğlum bulunacak. შენ შულს იპოვიან. გესმის? Siz de Asiye ile bütün... შენ და ასე ყველაფერს დაივიწყებთ. Ya bir şey ასე იმიტომ ამბობ, რომ ამას უძნაობ, დამიჯერე. Oğluma ne yapayım? ჩემ შულს ასუშვებიან ომერ. Nerede? სად არის? ეშინია. შია. ძალიან ცივა.
გონიათ დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს. თავარია ასიეს შვილი დაუბრუნო. შემდეგ კი მზად ვარ ჩემს ცხოვრებას ხაზი გადავუსვა. ილიას, სულით არ დაეცე, კარგი? დამშვიდდი. შემდეგ რამდენი ხანი გავიდა და ახალი არაფერია. დარეკავდნენ გამოსასყიდი რომ უნდოდეთ. იქნებ ილიას დაუკავშირდნენ. არა დედაფათმა, გვეტყობდნენ ილიასთან რომ დაერეკათ. იციან რომ ნერვიულობთ. მე მორამ ვერ იპოვონ. იქნებ ფული არ ჭირდებათ. არავინ რეკავს. აქ რაღაც ხაა. იმის თქმაც არ მინდა რასაც ვფიქრობ. ყველაფერი უფლისნებაა. მაგრამ კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიტანჯო. დროა მოვკვდე და დავისვენო. ერთი შვილი უკვე დავკარგე. შვილი შულს მაინც ნუ წამართმევ. დედაფათმა გემუდარები, მაშინვე ცუცს ნუ ფიქრობ, თუ ღმერთი გძავს. პოლიცია ყველგან ეძებს. მე მოსიპოვიან. დედაფათმა, დალია. ძმაო, დილიდან არავის არაფერი უჭამია. სენდვიჩები ხომ არ მოვამზადო? სხვა ადამიანები რას უკეთებენ? უკვე ყველაფერი ესმის. ურდღეში წლის გახდება. ჩემი პატარა ბიჭი. დაბადების დღეს ვინ იცის სად იქნება? წადი აქედან. სანამ ჩემ შულს არ იპოვი, თვალით არ დამენახო. შვილო. ილიას, როდის მოხვედი? არ ვიცი. პირველ ცნობიერებ რა ხდება. რას ვაკეთებ? სად ვარ? ასია როგორ არის? როგორ იქნება? ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ტკივილი მევაყენე. მოუშვებელი არა დაუდოვე. ჩვენ შულსაც კი ვერ მივხედე. შვილიც წავართვი და იმედიც. უნდა გამაგრდე. ახედა გიგეს. შენ კარგი ადამიანი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება. ხალები შეგნით არიან, ძალიან განიცდიან, ყველა შეგელოდება. მოდე კიდე შევიდეთ. მოდი. დედა. შვილო. ჩემო ლამაზო ბიჭო. დედიკო. ჩემო საყვარელო.